ამ თამაში ცოდნა უნდა რა. და ამ ორიდან რომელიღაცა არის დარწმუნებული. სულ მალე გაიხსნება თამაში. მოვიხსენი თუ არა ნიღბები ეგრევე თითების დადება დაიწყო. როგორი უხერხული ამბავია. შესაძლოა ორიც იყოს რა, არ ვიცი, არ გამოვრიცხავ. და შესაბამისად ერთი ადამიანი უნდა გაიწიროს რა ვიღაცა. ასეთი რამე თქვა რომ გამოდის რა ხლა შენ თუ არაყევი მაშინ არ ხარ პატიოსანი მოკლა. ეხლა ეს რომ თქვი ეგრევე გამაგდება. ყველაფერი გადაწყვეტილია. საქმე მან შენმა გამოგაჩინოს შენ. რაღაცებს ფიქრობ რა. რჩებით სიტყვის ამარა. თულად წავა აქ საქმე. ნაცდება სტუდიაში ყველა ვიხსნით ნიღავს. ტელემაყურებლებმა მოგესალმებათ სოციალურ დედუქციური ყველაზე რეიტინგული სამაგიდო თამაში ნიღბების ღამე. მეორე სეზონი იწყება, მაშასე დღევანდელი ჩვენი მაგიდის წევრები არიან. ნომერი პირველი სოფო პაპუაშვილი. მოგესალმებით. მადლობა. ნომერი 2 ხათუნა ყოფერია. მოგესალმებით. ნომერი 3 მალხას ქრივიშვილი. მოგესალმებით. ნომერი 4 ჩელე. მოგესალმებით მეგობრებო. ნომერი 5 ნუკრი რევიშვილი. მოგესალმებით. ნომერი 6 ნინო მუმლაძე. გამარჯობა, მოგესალმებით. ნომერი 7 ზურა ნიჟარაძე. ის ნიღავს და ესალმებით. ნომერი 8 გიორგი კელაპტრიშვილი. მოგესალმებით. ნომერი 9 რამაზ ნოზაძე. შვიდი პატიოსანი მოქალაქე ეძებთ ორ ნიღბოსანს. ხოლო ნიღბიანები ეფარებიან ნიღაბს და ცდილობენ რომ პატიოსან მოქალაქეებად გაასაღონ თავი. თამაში იმ მომენტიდან დაიწყო, როდესაც თქვენი ბარათები ნახეთ და მაგიდასთან ყველამ გაიგო საკუთარი როლი. ამ მომენტში ნიღბოსნებმა არ იციან ერთმანეთის შესახებ და არც მაყურებელმა იცის ვინ არის ნიღბოსანი. უნდა გითხრათ რომ სამაჯური რომელიც გიკეთიათ ჩვენ გვაძლევს თქვენი გულის ცემის ვიზუალიზაციას, ანუ მაყურებელი ხედავს თქვენს პულს. სულ მალე გაიხსნება თამაში და თქვენ გექნებათ 1 წუთი იმისათვის რომ ისაუბროთ. თუ გადააცილებთ თქვენს დროს ან სხვა ჩაერთვებით საუბარში მიიღებთ გაფრთხილებას, მე-4 გაფრთხილების შემთხვევაში დატოვებთ თამაშს. თქვენ გაქვთ 1 წუთი, ეს არის საერთო 1 წუთი, როცა ყველა თქვენგან შეუძლია ისაუბროს. დრო ჩაირთო. დაიწყეთ მეგობრებო. მეგობრებო. როგორ განწყობაზე ხართ? განწყობა არის დაძაბული. თავიდანვე შეგვიძლია რომ ცოტა იმის მივაწყოთ ერთმანეთს. ხო, ბონდიში. რაღაცა ვარაუდები ყველას შეიძლება კონდეს, მაგრამ რაღაცა დაწყებამდე გადაცემის ძალიან ბევრი, არა, რამდენიმე ადამიანს სხვა განწყობა ქონდა. ხო, რომ დაიწყო ჩაწერა და გაიგო ვინ არის, საკუთარი თავი რომ ამოიცნო, სხვანაირი განწყობა აქვს და მე ჩემი სავარაუდო ვარიანტები მაქვს. უკვე გაქვს ვარიანტები. გამარჯობა მეგობრებო. ასე მგონია რატომღაც. მეც ჯამი ესე იგი მოიხსნეს ნიღაბი რამოდენიმე ადამიანმა მილჩემ თვალთახედვაში იყო და შეიცვალა კაც. ხო. უცებ შეიცვალა კაც. თავიდან ყველა ხალისიანი იყო რაღაცა ისე და მე ნუ იცინი ასე სხვა საშუალო. რო დაიწყო თამაში რაღაც აზრი არა შეიძლება იყოს დედასმის. არც მე შესაძლოა. რანაირად უნდა გავიგო. საერთო წუთი ამოიწურა. წრეს გახსნის ნომერი პირველი ნომრის 1 წუთი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. თანაგუნდელებო. მივესალმები მაყურებელს. ცოტა რთულია, როცა იწყებ თამაშს და რაღაცა დასკვნები უკვე გააკეთო, მაგრამ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა კარგად ვითამაშებთ. მაგარი მოთამაშეები გამოვდგებით და დავამარცხებთ, რა თქმა უნდა, ნიღბოსნებს. აბა ჩვენ ვიცით. მადლობა ერთიანს, 2 ნომერს უსმენთ 2 ნომრის 1 წუთი. მეც კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მოკლედ არის ესეთი გამოთქმა ყველამ ვიცით, რომ საქმე მან შენმა გამოგაჩინოს შენ. მაგრამ ჩვენ ერთმანეთის საქმეებს აქ ვერ დავინახავთ, ამიტომ რჩებით სიტყვის ამარა და გარკვეული მიმიკების, ემოციების ამარა. აქედან გამომდინარე, წინასწარ გთხოვთ პატიებას თუ ვინმე ჩავთვალე
ნიღბოსნად. საშინელებაა ხო ცხოვრობ და ნიღაბს ატარებ. ვეცდები რომ ჩემი გადაწყვეტილებები მივიღო თქვენგან გამომდინარე. რა სიტყვით, რა ემოცია გექნებათ და ასე რომ ეს არის დღევანდელი დღე, ეს არის თამაში და ამ თამაში მე დარწმუნებული ვარ რომ ნიღბოსნები ვერ გაიმარჯვებენ. დიდი მადლობა. 3 ნომერს უსმენთ 3 ნომრის 1 წუთი. ვფიქრობ, დაძაბული თამაში იქნება, ძალიან რთულად წავა აქ საქმე, იმიტომ რომ ვაკვირდები ახლა მოთამაშეებს და რაღაცა ძალიან კარგად არიან შენიღბულები, ნიღბოსნები და იმედი მაქვს, რომ პატიოსანი მოქალაქეები ამოვიცნობთ ამ ორ ნიღბოსანს. შევხედოთ რა მოხდება. ყოველ შემთხვევაში სტრატეგიულად უნდა ვითამაშოთ პატიოსანმა მოქალაქეებმა. დაკვირვებულად. მადლობა. 4 ნომრის 1 წუთი, გთხოვთ. მოკლედ რო ვთქვა, რომ დიდი გამოცდილება მაქვს ახლა ამ თამაშის მოვიტყვე. არასოდეს არ მითამაშია, მაგრამ რაღაც ისეთი არაპროგნოზირებადი ამბავი ხდება დღეს აქ რა. ასე რომ იმედი მაქვს, რომ ამოვიცნობთ ნიღბოსნებს. იმედია რომ ცოტა დაძაბულიც იქნება თამაში, იმიტომ რომ სჭირდება მაყურებელსაც, გადაცემასაც, ჩვენს და როგორც გითხრას ეს თამაშია, შეიძლება ჩვენი ნერვიულობა რაღაცა პიკამდე მივიყვანოს, მაგრამ ამ თამაშის ფარგლებში. ასე რომ აქ დარჩება, ხო, თან გულისცემაც მალხას ბატონო ჩემო. ასე რომ წარმატებას გისურვებთ ყველას და იმედი მაქვს რომ საინტერესოდ გავართმევთ თავს დღევანდელ თამაშს. მადლობა. 5 ნომრის 1 წუთი. სასიამოვნოა პირველ რიგში რომ თქვენ ხედავთ, მე ძალიან გამიჭირდება აქ თამაში, ვიცი, იმიტომ რომ ესეთი მსახიობები ხართ და თქვენი როლს ალბათ მოირგებთ ყველა. მე ძალიან გამიხარდა რომ პატიოსანი მოქალაქე ვარ პირველ რიგში ამას გეტყვით, იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე ადვილი მაგ როლის მორგება იქნება და ჩენს დაგაკვირდებით და ვნახოთ რა. ერს არ ვილაპარაკებ. საინტერესო რაღაც მადლობა. იღბის მორგება იყო თორე. 6 ჩვენი დაბნების მცდელობა იყო თუ 6 ნომერს გავფრთხილება 9 ნომერს 6 ნომრის 1 წუთი გისმენთ. მე მეგონა ბოდიში რომ უკვე სიტყვა მომენიჭე და ამიტომ დავასწარე ესე ვთქვა დროის ჩართვას ბოდიშს გიხდით ამის გამო. ყოველ შემთხვევაში ყოველთვის ყველაზე რთულია ხოლმე პირველი ესე ვთქვა წრე, იმიტომ რომ სანამ ადამიანები საუბარს დაიწყებენ, ძალიან რთულია დაასკვნა ვის რა როლი შეიძლება შეხვდა რა. ანუ ამის გარკვევა ძალიან რთულია. ამიტომ მეც ალბათ რაღაცა ესეთი ზოგადი პროგნოზით შემოვიფარგლები და ვეცდები რა თქმა უნდა ისევ და ისევ მსჯელობიდან გამომდინარე და ესე ვთქვათ გავარდნილი კანდიდატიდან გამომდინარე გამოვიტანო რაღაცა დასკვნები და ალბათ არ ვიცი რაღაცა ყველაზე დიდ საფრთხეს ამ ეტაპზე რა თქმა უნდა გამოცდილი მოთამაშეები და ჩემი კოლეგები წარმოადგენენ ამ ეტაპზე ჩემთვის, იმიტომ რომ მსახიობს მარტივად შეუძლია შენიღბა და თან აქ ისეთი მსახიობი გყავს, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს ამ საქმეში და აი არ ვიცი, ძალიან ძლიერი კონკურენცია არის ნამდვილად. მადლობა 6 ნომერს. 7 ნომერს უნდა მოვუსმინოთ 7 ნომრის 1 წუთი. მოგესალმებით, ყველას პატივია თქვენთან, ჩემთან ერთად რო ვარ თამაშობთ. რა გითხრათ, მე არა ვარ გამოცდილი ამაში. აღნიშნე კიდევაც ამ თამაშს ცოდნა უნდა რა, 3ჯერ და 4ჯერ. ალბათ ყველაზე კარგი ამბავი ის არის, რომ ერთმანეთს უნდა დავაკვირდეთ. და რაღაცას გავიგებთ, ვინ არის ნიღბოსანი და ვინ არ არის ნიღბოსანი. მეც ვერაფერს ვერ გეტყვით ჯერჯერობით. მადლობელი. 8 ნომრის 1 წუთი. კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მოთამაშეებს, ძალიან საინტერესო მოთამაშეებთან ერთად მიწევს თამაში და ვფიქრობ, რომ კარგი თამაში გველოდება. მე ჩემს ერთ წუთში იმას ვიტყვი, რომ პატიოსანი მოქალაქე ვარ. პირველ თამაში მე დავტოვე პირველივეზე მაგიდა და ვიყავი პატიოსანი მოქალაქე და ვფიქრობ, რომ დღეს პატიოსანმა მოქალაქეებმა უნდა მოიგოთ ეს თამაში. მადლობა. 9 ნომრის შემაჯამებელი სიტყვა იქნება ახლა. მივესალმები მაყურებელს. არაჩვეულებრივი ხალხი შევიკრიბეთ ამ თამაში. საინტერესო თამაშს გველის ალბათ წინ და წარმატებებს გისურვებთ ყველას. და გაიმარჯვოს პატიოსანმა. მადლობა. პირველი წრე ამით ამოიწურა. და მოდი მე პირდაპირ ცუდ ამბავზე გადავალ და გეტყვით, რომ ახლა იქნება ნიღბების პირველი ღამე და ერთ-ერთი თქვენგანი დატოვებს მაგიდას. მაშასე
ახლა აუცილებელია რომ ყოველმა თქვენგანმა აიფაროს ნიღაბი, რადგან იწყება პირველი ნიღბების ღამე. ყველა ვიფარებთ ნიღაბს. უნდა გითხრათ რომ ოდესაც გათენდება ერთ-ერთი თქვენთაგანი დატოვებს თამაშს, მაშასე ძალიან ფრთხილად, ჩუმად, მხოლოდ ის ორი ნიღბოსანი იხსნის ნიღაბს და ეცნობა ერთმანეთს. მაშასე ახლა ნიღბოსნებმა უნდა აირჩიონ ერთ-ერთი მაგიდის წევრი ნუმერაციით უნდა გვანიშნონ რომელი მოთამაშე დატოვებს თამაშს. მაქსიმალურად ჩუმად გასაგებია, გადაწყვეტილება მიღებულია. აქვე უნდა გითხრათ, რომ გამარჯვებულ გუნდს ულევუსგან გადაეცემა საჩუქრები და გამარჯვებული გუნდიდან ერთი მონაწილე გადავა საფინალო მაგიდაზე. ნახოთ, ვინ ვის ჩამოხსნის ნიღაბს და ვინ შეინარჩუნებს ნიღაბს თამაშის ბოლომდე. სულ რამოდენიმე წამში მაყურებელი მაგიდის წევრებთან ერთად გაიგებს თუ ვინ დატოვა თამაში. ნათდება სტუდიაში ყველა ვიხსნის ნიღაბს. ურთულესი ღამე გამოვიდა. მაგიდას ტოვებს ნომერი მაგიდას ტოვებს ნომერი 8. 8 ნომრის 30 წამი. და გაეცინ. კი ბატონო. ბოლო სიტყვა. რა ვიცი რა უნდა თქვა. პირველ თამაშზე მეორეს ტოვებ უკვე. დაწყებული არ არის თამაში რომ ტოვებ მაგიდას. ხო ყოფილა თურმე როგორც გავიგე აქ ეგეთი შემთხვევები და პრეცედენტი არაერთი. მესამედ მომიწევს ალბათ მოსლა ხო. ხო და არც წინაზე გონია რომ იყო რამე მოტივი იმის რომ მე უნდა დამატოვებინა მაგიდა. თუმცა ჩემი ინტუიციით ფიქრობდი და ვიფიქრე ერთ-ერთზე. ორივეზე ვერ მივხვდი გულწრფელად რო გითხრათ, ერთ-ერთზე ვიფიქრე და არ შემსარვარ. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ვერ ხვდები სიმართლე გითხრათ. მაშასე ვემშვიდობებით 8 ნომერს გავაცილოთ 8 ნომერი თუ შეიძლება. დიდი მადლობა, ნამდვილად. ასეთ რამე მოხდა. მაშასე ჩვენ და გავაგრძელოთ თამაში გრძელდება, თქვენ გაქვთ საერთო 1 წუთი, სადაც ყველა თქვენგან შეუძლია საუბარი. დრო ჩაირთო. ისეთი ადამიანი გააგდეს, რომ მართლა რაღაცნაირი ის მომენტი იყო რა და საინტერესო არის ვინ იქნება ახლა მართლა ნიღბოსანი. მეც ვერ გავიგე, ანუ ეს გადაწყვეტილება პირველივე ეტაპზე რატო, ანუ ლოგიკიდან გამომდინარე, ახლა მე რომ მაფიოზი ვყოფილიყავი, უფრო გონია რომ უფრო გამოცდილი და უფრო ძლიერი მოთამაშეები არიან მაგიდასთან და მე რომ ყოფილიყავი მაფიოზი, სტრატეგიულად მივუდგებოდი და უფრო, რა ვიცი, ან ბატონ მესამე ნომერს გავაგდებდი, ან რომელიღაც ჩემ კოლეგას რა და იცნობთ ერთმანეთს. ხო, ადრე ვთქვათ მსახიობები, ხო? ვინ შეიძლება იჯდეს მაგიდასთან ისეთი, ვინც იცის რომ ის არის კარგი მოთამაშე და დღეს მოიგებდა თამაშს. იმიტომ რომ ეს არის 2x2 4. ორმა ნიღბოსანმა, ცუდმა ადამიანმა გააგდო ჩვენი პატიოსანი მოქალაქე რა. გამოჩნდება ხო არ ქონია ამ თამაშს? ხო და არა როგორ თამაშობს? არა. ვინ არის აქ ისეთი ვინც პატიოსანი მოქალაქეები? დრო იწურება. 6 კაცი და დრო ამოიწურა, გაფრთხილებებს გაუფრთხილდეთ. 2 ნომერი ხსნის მაგიდას, ეს არის წრე, როცა შეგიძლიათ უკვე კანდიდატების დასახელება 2 ნომრის 1 წუთი, უსმენთ 2 ნომერს. მხოლოდ დასახელება თუ მსჯელობაც უკაცრავად? მსჯელობაც რა თქმა უნდა, მსჯელობასთან ერთად. მე მაინც დავტოვებ ჩემი ლოგიკურ ხაზს, მეგობრებო, რომელიც მაქვს, ეს არის ის, რომ პატიოსანი მოქალაქე ვინც იცის, რომ მას როგორი თამაში შეეძლო და შესაბამისად ჩახსნეს პირველივე შესაძლებლობის აქედან გამომდინარე ორი მაფიოზე არის ის პიროვნება, ვინც ნიღბოსანი ბოდიშ მოვითხოვ, ვინც კარგად იცნობდა, ესე ვთქვა, დღეს დაჩაგრულ პატიოსან მოქალაქეს. მე შევჩერდები მაინც 9 და 4 მაქვს, მაგრამ ალბათ 4 ნომერზე შევჩერდები. 4 ნომრის კანდიდატურა მიღებულია. მადლობა. 3 ნომერს უსმენთ, 3 ნომრის 1 წუთი. მე არ მგონია
4 ნომერი იყოს, მაგრამ ძალიან რთულია ახლა მართლა სტრატეგიულად რატომ მოხდა 8 ნომრის გაშვება, ვისაც ყოფდა ვერ ხვდები ახლა ცოტა დამაბნეველია და ეჭვები ყველაზე მაქვს ახლა სიმართლე გითხრათ. თქვენზე არა მაქვს ვათაშორის და არც 4 ნომერზე, მაგრამ აი არ ვიცი ახლა აი აქედან დანარჩენი საინტერესოა. ვერ ვასახელებ ჯერ. მაგრამ იმის დროც არა მაქვს და იმის საშუალებაც არა გვაქვს, რომ უცბად ამოვიცნოთ ეს ადამიანი და არ ვიცი. ჯერჯერობით ვერ ვასახელებ. თქვენი კანდიდატურა არ ყავთ, როგორც გავიგე. ჯერჯერობით არა კანდიდატურას ვერ ვასახელებ ესე. კი ბატონო, მადლობა. 4 ნომერს უსმენთ, შეგახსენებთ, რომ დასახელებული არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი კანდიდატი, ეს არის 4 ნომერი, 4 ნომრის 1 წუთი. სხვათა შორის რომ მოვდიოდი გადაცემის შესაძლებლად მეგონა რომ ცოტა მარტივი ამბავი და აი სანამ გვიხსნიდნენ ამბავსაც ის მეგონა რომ რაღაცა გამიმარტივდებოდა, მაგრამ მივხვდი რომ არც ისე კარგად არ არის საქმე. ცოტა რთულ ამბავში ვართ მოხვედრილი. შეიძლება ვიყო ნიღბოსანი, შეიძლება არ ვიყო ნიღბოსანი, მაგრამ ის პირველი ნაბიჯი, რომელიც გადადგა იმ ორმა ადამიანმა, ვინც ჩვენ შორის ადამიანი. გვერდზე შეიხო კარგად შეინიღმა, ეს ვერ ამოხსენი რატომ ქნეს. იმიტომ რომ არავის არ უნახავს 8 ნომრის გამოცდილება ან თამაში, ან მისი დაძაბულობა, ან მისი კარგად შეინიღვა და არ ვიცი, მე ცოტა დავიბენი. მივხედავდი იმისა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ კარგად, ვინც აქვს ხედვას, ბევრს არ ვიცნობ. შეხება არ მქონია უბრალოდ და რაღაცა ჩემი 5-4 წამი 3-2 გონია რომ ისე 5 ნომრისკენ გადავიხრები და ჩემი ულამაზესი პირველი ნომერი. თქვენი კანდიდატურა ერთი უნდა მითხრათ. 5 ნომრის კანდიდატურა მიღებულია. 5 ნომერს უსმენთ, თქვენი 1 წუთი, თქვენც გაქვთ საშუალება რომ კანდიდატი დაასახელოთ. ძალიან ნერვიულობ. პირველ რიგში საინტერესო წავიდა თამაში, რაღაცეები გამოიკვეთა, სიტყვა ეჭვი საერთოდ არ მიყვას, აი ეს ვერავიზე ვერ მექნება, მაგრამ რაღაც ლოგიკურად რაღაცეებს ვფიქრობ რა. ამიტომ ალბათ მაინც 4 ნომერი ძალიან შეიცვალა თავიდანვეც ისე მომესალმა, თითქოს მე უნდა ვიყო აქ რაღაც. და დამასახელა კიდეც ჩემთვის ეგ ძალიან უკვე მოტივია რომ 4 ნომერი დავასახელო რა და დავასახელებ. განჩენი გამოჩნდება კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ პატიოსანი მოქალაქე ვარ და ამ როლს კარგად მოვირგებ, იმიტომ ესე კარგად ვერ შევასრულებდი ნამდვილად რომ ნიღბოსანი ვიყო, ამიტომ 4 ნომერს ვასახელებ, სხვას ვერაფერს ვერ. კი ბატონო. შეცდეთ უბრალოდ და დაკარგოთ ერთი პატიოსანი კაცი. არაფერი ავდგები და გავალთ მოვიდა. ერთი გაფრთხილება 4 ნომერს. 4-იანი და 5-იანი. 6-იანს უსმენთ, 6 ნომრის 1 წუთი. მაქვს თუ არა კითხვის დასმის უფლება მაგიდის წევრებთან? რა თქმა უნდა, უბრალოდ გიპასუხებენ გაფრთხილების საშუალებით, ან მუნჯურად შეიძლება. ანუ მაინტერესებს გამოცდილი ხართ თქვენ თუ არა ამ თამაში, ხშირად თამაშობთ თუ? არა, ბავშვობაში მითამაშია, ეხლა კარგი, მადლობა. 5 ნომრის გაფრთხილება. ხო, ბოდიშს გიხდით რა მე ჩემთანზე ვიღებ ამ გაფრთხილებას. იცით რა არის, რაღაცნაირად ჩელეს პირველი აქტიურობაც ცოტა ისეთი იყო, ანუ მოვიხსენით თუ არა ნიღბები ეგრევე თითების დადება დაიწყო პირველივე წრეზე და უცნაური იყო ეს. ასევე ყველაზე უცნაურად მომეჩვენა თქვენი პირველი აღიარება, რომ აი პატიოსანი ვარ და რაღაცა სხვა მოთამაშეებს უბრალოდ ჯერჯერობით ასე მკვეთრად თავი არ გამოუვლენიათ. ამიტომ მეც მიჭირს რაღაცა დასკვნების გაკეთება ჯერ ამ ეტაპზე, მაგრამ ეს ორი ადამიანი ყველაზე გამოკვეთილად იქცეოდა. ამიტომ ალბათ ამ ორ შორის უნდა ვეძებოთ ერთი მაფიოზია რომელიღაცა. არ ამატებთ კანდიდატურას, როგორც გავიგე. არა, არ ვამატებ. კი ბატონო, მადლობა. 7 ნომერს უსმენთ, 7 ნომრის 1 წუთი. რა უნდა ვთქვა, არ ვიცი ახლა მე მგონია რომ ყველა იძახის პატიოსანი ყველა თუ პატიოსანია, მაშინ როგორ გამოვა ეს ახლა? რაც არ უნდა დაიწყოთ, ხო? მე ყველაზე მეტად საეჭვოდ ის მეჩვენება, რომ ნახეთ მეორე ნომერმა რატო უნდა მოგინდეს, მაგალითად ამას ვფიქრობ რა. არაფერი მოტივი არ არსებობს, რომ მაგალითად თქვათ 4-სა და 5 ხელი დაადო. აი რატო მოვიდა? რატო იყო ეს ამბავი, არ ვიცი. ამ შემთხვევაში როგორც 3-მა, როგორც 6-მა რაღაც თავი შეიკავა. გაფრთხილების მე საშუალებით კი. 4-ს და მე-9-ს დავადე ხელი. მე-4-ს და მე-9-ს და ორი ნომრის მე-5-ს გაფრთხილება. ხო.
ნუ მე რა მგონია იცი რომ რაღაცა მოტივი უნდა გქონდეს რომ ვიღაცას ხელი დაადო არ ვიცი ასე შეიძლება ბატონო წამყვანო მე თქვენი კანდიდატურა ყავთ მე რო ვთქვა არ შეიძლება არა ახლა არის კანდიდატურის დასახელების დრო თუ გსურთ დაასახელებთ თუ არ გსურთ არ დაასახელებთ არა ახლა არ ვიცი და კი ბატონო თქვენი დრო ამოიწურა 9 ნომერს უსმენთ 9 ნომრის 1 წუთი ესე იგი იცით რა არის ეხლა ერთი ადამიანიც რო დავკარგოთ პატიოსმან მოქალაქეებმა ჩათვალე ძალიან წინარიან მაფია რა და შესაბამისად ერთი ადამიანი უნდა გაიწიროს რა ვიღაცა რომ აი თქვათ ვიზეც უფრო გგონია რა აი ხა 3 ნომერზე იმიტომ გგონია რომ არა მართლა იმიტომ გგონია რომ ჯერ იმას უთხრა რა ქვია იმაზე თქვა 4 ნომერზე თქვა და ვიზე თქვი კიდევ 4 და 2-ზე რა და აი ორი ნომერიც რაღაცნაირად შეიცვალა, სახე შეიცვალა, ცოტა ისეთი გახდა, გაიგე, ძალიან მოტივირებული და აი 2-ში ვფიქრობდი, ალბათ 2 ნომერზე ვფიქრობდი უფრო და 4 ნომერზე ვფიქრობდი რა და ალბათ სავარაუდოდ ეხლა იმიტომ რომ გაიწიროს 4 ნომერს ავირჩევ რომ მივხვდეთ რომ არის მაფიოზი თუ არ არის მაფიოზი, ისა რა ქვია, მიღბოსანი რა. თქვენი კანდიდატურა მაინდა. სხვანაირად თქვენი კანდიდატურას ვისახებ. მხოლოდ ერთი კანდიდატურის მიღების საშუალება მაქვს? 4. 4 ნომრის კანდიდატურა ისაც დასახელებულია, მადლობა. პირველ ნომერს უსმენთ. პირველი ნომრის 1 წუთი. მე ხა მოვუსმინე ჩემს თანაგუნდელებს, ასე ვთქვათ და მეც სიმართლე რომ გითხრათ, ნამდვილად ვერ ამოხსენის, რომ რატო გაუშვეს ნიღბოსმენმა 8 ნომერი. ვერ გავიგე, იმიტომ რომ ცოტა დასაწყისში ძალიან რთულია. 4-ზე მეც მქონდა ეჭვი, მაგრამ არა, სახის გამომეტყველებაზე ეტყობა, რომ ის არ არის გასაშვები. რატოღაც ესე მგონია, არ ვიცი, შეიძლება ვცდები. თესტომაში არ შეხვდა. მაგრამ 4 ნომრის მეორე გაფრთხილება ძალიან ფრთხილად მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა არ შევსწრებით, მე ვერ დავასახელებ კანდიდატურას, იმიტომ რომ მართლა ვერ ხვდები, ხა ესე პირველად ითამაშით უცებ როგორ შეიძლება რომ თითი გაიშვირო, სანამ არ დააკვირდები ყველას. ამიტომ ცოტა გონიერებისკენ მოვუწოდებ ჩემ თავსაც და ყველა მოთამაშეს რომ არ წავაგოთ თამაში, ასე ვთქვათ რა და ცოტა გონიერად ვიმოქმედოთ, იმიტომ რომ პატიოსანმა მოქალაქეებმა არ წავაგოთ თამაში. დრო ამოიწურა კანდიდატურას არ ამატებთ? არა მაქვს. კი ბატონო, გასაგებია. 4 ნომერი და 5 ნომერი. ზუსტად ამ თანმიმდევრობით თქვენ მოგეცემათ დამატებით 30 წამი იმისათვის რომ თავი იმართლოთ და მაგიდას დაუმტკიცოთ რომ ხართ პატიოსანი მოქალაქე. 4 ნომრის 30 წამი გთხოვთ. ესე იგი თავის მართლება არ მიყვარს ესე, მაგრამ დამიჯერეთ, დამერწმუნეთ და როგორც გინდათ ისე გადაწყვიტეთ. ჩემი წასვლით ერთ პატიოსან მოქალაქეს და გულშემატკივარს დაკარგავთ მაგდიდან. დანარჩენი თქვენზეა. შეიძლება ჩემმა ღიმილმაც ხო, ჩემმა მიმიკამაც რაღაცა შეცდომაში შეგიყვანოთ, მაგრამ რა ვიცი, გამოგადგებით და არჩევანი თქვენზეა, როგორც გინდათ ისე ქართ. მადლობა. 5 ნომრის თავის მართლების 30 წამი. კიდევ უფრო გამიმყარდა ჩემი ფიქრები, რომ 4 ნომერი არის ნიღბიანი და მაინტერესებდა ვირას იტყოდა 4 ნომერზე, რომ შემდეგი ნიღბიანი გამომეცნო. ამიტომ აუცილებლად 4 ნომერი უნდა გაუშვათ, რომ პატიოსანო მოქალაქეებმა ჩემთან ერთად გავიმარჯვოთ. მადლობა. დასრულდა თავის მართლების ფაზა. ახლა გადავდივართ ხმის მიცემის ეტაპზე, მოიმარჯვეთ ნიღბები, იმიტომ რომ მე დავასახელებ ამ თანმიმდევრობით 4-იანი და 5-იანი. მაშასე, ვინ ფიქრობს, რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 4-ხმა, ავწიოთ 2 ხმა. დანარჩენი 6 ხმა გადავიდა 5 ნომერზე. 5 ნომერს ვემშვიდობებით, 5 ნომრის ბოლო სიტყვა 30 წამი. ბოლო სიტყვა 4 ნომერი დარწმუნებული ვარ, რომ არის ნიღბიანი, დანარჩენი მარცხნივ ალბათ არც ერთი, პირველისა და 3 ნომერს შორის შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ჩემი ფიქრები ეგ არის, რომ პირველი ან 3 ნომერი იქნება ნიღბიანი კიდევ 4-ს გარდა. დიდი მადლობა. სასიამოვნო თამაშს გისურვებთ. მადლობა. გავაცილოთ. მაშასე ჩვენ კი ვაგრძელებთ თამაშს და თამაში გრძელდება ნიღბების ღამით ყველა ვიფარებთ ნიღაბს. აბსოლუტურად ყველა კარგად ვიფარებთ ნიღაბს და ბნელდება სტუდიაში. მაშასე ძალიან ფრთხილად ყურადღებით და ჩუმად.
ნიღბიანები იხსნიან ნიღაბს და გვანიშნებენ თუ რომელი მაგიდის წევრი დატოვებს ახლა თამაშს. გადაწყვეტილება მიღებულია. ნაცდება სტუდიაში. ყველა ვიხსნით ნიღაბს. ყველაფერი გადაწყვეტილია. გრძელი ღამე გამოვიდა მესმის. სულ მალე მაყურებელი თქვენთან ერთად გაიგებს თუ ვინ დატოვა თამაში. თამაშს ტოვებს ნომერი 9. 9 ნომრის 30 წამი ბოლო სიტყვა. დავწმუნდი ზუსტად ეხლა მე ჩემ ფიქრებში და მაფიოზი არის 2 ნომერი და 4 ნომერი სავარაუდოდ რა. აი 4 ნომერზე ძალიან შეიძლება ვწდებოდი, მაგრამ 2 ნომერი რო უეჭველად მაფიოზი არის. ნიღბოსანს გულისხმობ. ხო, ნიღბოსანი არის, ეგ არის რა და მეტი ეხლა დასატოვებელი აღარაფერი არა მაქვს. წარმატებებს გისურვებთ პატიოსანო მოქალაქეებო და აბა იმედი მაქვს თქვენი რა. წარმატებები. გავაცილოთ 9 ნომერი, დიდი მადლობა. ჩვენ კი ვაგრძელებთ თამაშს, აუცილებლად ახლა თქვენ გექნებათ საერთო 1 წუთი, სადაც ყველას შეგიძლიათ საუბარი. დრო ჩაირთო. მე მგონია რომ ძალიან მშვიდად და ძალიან კარგად თამაშობს ის ორი ადამიანი, კი. რომელსაც შეთამაშდნენ კარგად. და რაღაცა ისე მარტივად და მშვიდად უშვებენ პატიოსან ხალხს, რომ ანუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ 5 ნომერი რო გააგდეთ, ის არისო მაფიოზი? დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება თქვენ იყოთ ერთ-ერთი ნიღბოსანი. მე კითხვას ვსვამ, თქვენ გააგდეთ 5 ნომერი დაასახელეთ. ანუ თქვენ ეხლა დარწმუნებული ხართ, რომ ის არისო მაფიოზი? არა, მე დარწმუნებული ვარ, შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყოს, ამას ბოლოს გავიგე. ორი ადამიანიაო. ორი ნიღბოსანი. ნიღბოსანია დარჩენილი. ესე იგი პატიოსანი მოქალაქე დაასახელეთ. შეიძლება ეს გამორიცხვით ამბავია. ისე ხანდახარ გვიწევს რაღაცა რისკებზე წასვლა. და შეიძლება მომგებიანიც იყოს, მაგალითად ჩემი არჩევანი, რომ 5 ნომერი გამოვრიცხე, თუნდაც. რატომაც არა. აი მე თქვენც არაჩვეულებრივად თამაშობთ. მე არ გამოვრიცხეთ, მაგრამ თქვენზე არ აბწიე ხელი. დრო ამოიწურა. გთხოვთ, ყურადღება მივაქციოთ გაფრთხილებებს გავუფრთხილდეთ. 3 ნომერი გახსნის მაგიდას, მესამე წრე იწყება 3 ნომრის 1 წუთი. ძალიან ცოტანი დავჭით სხვათა შორის და უკვე რა თქმა უნდა უკვე ვიცი ვინც არის. ეხლა ეს რო ვთქვი, ეგრევე გამაგდებენ. ამიტომ უნდა ამყვეთ პატიოსანი მოქალაქეები. შენ არა ხარ ნიღბოსანი. არც თქვენ. აი ამ 3-დან არის რომელიღაც 2. ანუ ერთი გასულია უკვე. დარწმუნებული ვარ. 2 ნომრის გაფრთხილება, 2 ნომერს 2 გაფრთხილება აქვს უკვე ძალიან ფრთხილად. პირველი ნომერი არის დარწმუნებული ვარ და ამ 2-დან რომელიღაცა არის დარწმუნებული ვარ. თქვენი კანდიდატურა დრო იწურება? თქვენი კანდიდატურა დრო იწურება? ამიტომ ამყევით. თქვენი კანდიდატურა 3 ნომერს. თქვენ უნდა ამყვეთ და 3 ნომრის კანდიდატურა არის. მოსინჯოთ ჯერ. ჩემი ხმა გესმით, ბოდიში. ისმის? უკვე ისმის აქ. კი. არის მოდა ჩემი ხმა? კარგი, 3 ნომრის კანდიდატურა. პირველი ნომერი. პირველი ნომრის კანდიდატურა მიღებულია. მადლობა. 4 ნომერს უსვეთ 4 ნომრის 1 წუთი. როგორი უხერხული ამბავია რა. ეს თამაში. ესე ყოფილა. ამყევით კარგად ჟღერს. ეხლა უნდა გადავყვანდეს, გადავარდება და მეც უნდა მივყვე. ან რაღაცა კარგი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წლებია გისნოთ, ბატონო ჩემო. მოდი აყვევი მაშინ. ეხლა ამით გავამყარებ მე ჩემ ნიღბოსნობას თქვენთან აყოლით. და გადავიხრები პირველი ნომრისკენ, როგორც მეორე ნომრი, აი ისეთ რა არის, რაღაცა ბევრი ისეთი მართალი მარცვალი ჩანს, ხან ისე, ხან ეს თამაშია რა და ამიტომ თქო ძალიან უხერხული ამბავია. არ დაგავეწყდეს რომ პოლიტიკოსი. რა თქმა უნდა, ვერაფერი არ პირიქით. 2 ნომრის მესამე გაფრთხილება, კიდევ ერთი გაფრთხილების შემთხვევაში 2 ნომერი მე თქვენ ასე არ გიცნობთ, ისე ძალიან კარგად გიცნობთ. თქვენი კანდიდატურა 4 ნომრის კანდიდატურა? ჩემი თქვენდა. 4 ნომრის კანდიდატურა.
თქვენი კანდიდატურა არის პირველი ნომერი. პირველ ნომრის კანდიდატურა ისაც მიღებული იყო. დიდი მადლობა. 6 ნომერს უსმენთ, 6 ნომრის 1 წუთი. ახლა არის ძალიან რთული ამბავი. პირველ რიგში იმიტომ რომ ბატონმა 3 ნომერმა ისეთი რამე თქვა რომ გამოდის რომ ახლა შენ თუ არ აყევი მაშინ არ ხარ პატიოსანი მოქალაქე და რაღაც იმის არჩევნის წინაშე თუ აყევი ხარ პატიოსანი მოქალაქე. მიუხედავად თქვენი ესე ვთქვათ ამ წარმოთქმისა მე მაინც თქვენ პირადად არ მგონი ხართ ნიღბოსანი და მგონია რომ პატიოსანი მოქალაქე ხართ მართლა. რაღაცნაირად მგონია რომ ისიც პატიოსანი კაცი გაუშვით აქედან სულ ტყუილა. ჩელენჯში აქამდე უბრალოდ ეჭვები მქონდა, იმიტომ რომ უფრო რაღაცა უცნაურად აქტიურობდა. თუმცა ახლა ვხვდები რომ მართალი ხართ, არ არის ჩელე. თუმცა აი არ ვიცი მე იმედი არ ჩამოთვლით ახლა რახან მაინც და მაინც პირველი კანდიდატურის დასახელებაში არ აკყევით რომ მაინც და მაინც რაღაცა მაფიოზი ვარ, მაგრამ მე პირადად აი ამ მთელი წარმართული თამაშიდან გამომდინარე ახლა უფრო მეორე ნომერი მგონია მაფიოზი. თქვენი კანდიდატურა? ჩემი კანდიდატურა ამ ეტაპზე მეორე ნომერია. 2 ნომრის კანდიდატურა მიღებულია. მიღებულია. 7 ნომერს უსმენთ, 7 ნომრის 1 წუთი. თუ ლოგიკას გავყვევით ალბათ, ნახეთ, პირველად 2 ნომერმა დაასახელა 9 ნომერი და 4 ნომერი. მე შევჩერდები მაინც 9 და 4 მაქვს, მაგრამ ალბათ 4 ნომერზე შევჩერდები. 4 ნომრის კანდიდატურა მიღებულია. მადლობა. მე როცა ხმის მიცემა თუ რა არჩევნები თუ რაც ქვია მას იყო 2 ადამიანმა აუწია მარტო ხელი 4 ნომერს და შესაბამისად ის კაცი ტყუილა გავაგდეთ. მე თუ ლოგიკას გაყვები ჩემი აზრით ეგ ამბავია რა. თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 4-მა, ავწიოთ 2 ხმა. ვინც დაასახელა 4 ნომერი, რატო არ გააგდეს მაშინ ისა? ამიტომ რაღაცაში არის საქმე. მე ასე მგონია რა. არ ვიცი, მაგრამ ჩემი კანდიდატურას მე ვიტყვი რომ რაღაცა ძალიან ქვეშიდან გამოძრა 4 ნომერი და მე მგონია რომ 4 ნომერი არის. 4 ნომრის კანდიდატურა მიღებულია. მაშასე დასახელებულები გადახშა ასავით. დრო ამოიწურა თქვენი. მაშასე კანდიდატურები არიან. პირველი ნომერი, 2 ნომერი და 4 ნომერი. პირველ ნომერს უსმენთ, პირველ ნომრის 1 წუთი. იცით რა შეა საქმე? აი მე მგონია რომ აი 3 ნომერი ძალიან კარგად არის შენიხბული. იმიტომ რომ ძალიან მშვიდად იჯდა თავიდანვე, აკვირდებოდა ყველას ესე. სავარაუდოდ თავს იცავს სხვა კანდიდატების დასახელებისგან და რატომღაც ეჭვი მაქვს, რომ შესაძლოა 2-ც იყოს რა, აი არ ვიცი, არ გამოვრიცხავ აი 2 და 3 ნომერი ძალიან ესეთი სიმშვიდით მიდიან და ამიტომ უნდათ რომ პატიოსანი მოქალაქეები გაყარონ და გავყარონ და შესაბამისად დაშნენ თვითონ და მე იცით რა არის აი ცოტა რთულია რა თქმა უნდა ესე თითის გაშვერა მაგრამ აი 3-სა და 2 შორის მე ფიქრება 4 რატომღაც მაინც და მაინც არ მგონია აი რაღაცა სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე არ მგონია მგონია რომ პატიოსანი მოქალაქეა და ალბათ 2 ნომერს დავასახელებდი ამ შემთხვევაში. 2 ნომრის კანდიდატურა მიღებულია. 2 ნომრის კანდიდატურა მიღებულია. მაშასე იყო ბევრი ეჭვი. კი ბატონო, 2 ნომერს უსმენთ, 2 ნომრის 1 წუთი. მე არ მივეცი, არ დაუჭირე მხარი 4 ნომრის გაშვებას წინა ღამის შემდეგ. იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენი დახასიათებები, როდესაც და გამოიკვეთა მე-5 ნომერი. და გარკვეულწილად რატომღაც ესე მეგონა, რომ მაინც 3 გადავიხარე მე-5-ესგან. ეხლა ჩემთვის ძალიან ისეთია ნიშანდობლივი და მოსასმენად საინტერესო 3 ნომრის ესე ვთქვათ გადაფარება მე-4 ნომერზე. როდესაც პრაქტიკულად ფანტასტიკურად ითამაშა ამ 2 წყვილმა ერთად, 3-იანმა და 4-იანმა. 7 წამი დარჩა თქვენ კანდიდატურა. და აქიდან გამომდინარე მე მაინც დაუბრუნდები ისე
4 ნომერი. გასაგებია. წრე ამით ამოიწურა თავის მართლების დამატებითი 30 წამი, პირველი ნომრის 30 წამი გისმენთ. მე პირველ რიგში მივმართავ ჩემს თანაგუნდელებს, რომ არ შევცდეთ და არ გაუშვათ პატიოსანი მოქალაქე. ეს არის ყველაზე უმთავრესი, რადგან იღბოსნებმა არ გვაჯობონ. მადლობა. ორი ნომრის 30 წამი. ჩემი ვთქვათ, ყველაზე რთული და ალბათ დიდხანს ამამახსოვრდება არის ის, რომ პირველი დავასახელე 9 ნომერი. და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ჩემი დასახელებული პატიოსანი მოქალაქე გახდა მსხვერპლი ნიღბიანების და გააგდეს თამაშიდან. ასე რომ მე მას ბოდიშს ვუხდი ჩემი შეცდომისთვის და მინდა რა ვიცი როგორ გითხრათ. მადლობა. დრო ამოიწურა. 4 ნომერს უსმენთ, 4 ნომრის 30 წამი. რადგან მე მახავს ვენ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც მე უნდა ვიყო ნიღბოსანი. დამიჯერეთ, ან მენდეთ უბრალოდ. აი ხო გაირკვევა, მაგრამ ერთ საათში ხო გაირკვევა ყველაფერი. ვინ იყო? კაცმა არ იცის ის იყო ნიღბოსანი თუ არ იყო თქვენიც გაუშვით. მაგრამ მენდეთ და დამიჯერეთ ყველაფერი კარგად იქნება პატიოსანი ადამიანებისთვის. თუ არა და მე რამდენიმე წამში ავდგები ახლა აქედან გავლა სტუდიიდან და მე იგივე უნდა ინანოთ კიდევ ერთხელ და ამიტომ დრო ამოიწურა. დასრულდა თავის მართლების ფაზა და გადავდივართ ხმის მიცემის ეტაპზე. მაშასე ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა პირველმა 2 ხმა? ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 2-მა 2 ხმა, 3 ხმა? ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 4 ხმა, ხმა აღარ დარჩა. ორიანი სხვა გადავიდა 4-იანზე, კი ბატონო. მაშასე 2 ნომერს ვემშვიდობებით, 2 ნომრის 30 წამი ბოლო სიტყვა. ძალიან გული მწყდება. ზოგადად ცხოვრებაშიც ასია, რომ ყოველთვის იჩაგრებიან პატიოსანი ადამიანები. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გამარჯვებული რჩება სამართალი, კეთილდღეობა და უფლის რწმენა. დიდი მადლობა ამ საინტერესო. გავაცილოთ 2 ნომერი. გავაცილოთ 2 ნომერი, დავემშვიდობოთ. ჩვენ კი გადავდივართ კიდევ ერთ ღამეზე. ნიღბების ღამე იწყება, ყველა ვიფარებთ ნიღაბს. ისევ ძალიან ჩუმად, ისევ ძალიან ფრთხილად ნიღბოსნები იხსნიან ნიღაბს და გვანიშნებენ თუ მაგიდის რომელი მონაწილე დატოვებს თამაშს. მაყურებელს მიმართავ, თქვენ თამაშის ბოლომდე არ გეცოდინებათ ვინ არის ნიღბოსანი. გადაწყვეტილება მიღებული. ნაცდება სტუდიაში ყველა ვიხსნის ნიღაბს. თამაშს ტოვებს ნომერი 3 ნომრის 30 წამი. არამხევით პატიოსანი მოქალაქეები, რასაც გეუბნებოდით და ახლა უკვე ეგ ზუსტად ვიცოდი რა, ამიტომ არ მინდოდა, მაგრამ დრო არ ქონდა ამის კიდევ განხილვების და ასე შემდეგ და კიდე თუ ვერ მიხვდით. არა, გასაგებია. ბოდიში. სულ კარგად ბრძანდებოდეთ. ესე იგი, მაშინ ნიღბებს მოუგიათ და ეგ არის. თქვენ მართალი ბრძანდებით პირველმა ნომერმა და 7-მა ნომერმა მოიგეს, ნიღბოსნებმა მოიგეს ეს თამაში. გილოცავთ, შვენიერი თამაში იყო. 1-ანმაც და 7-ანმაც შესანიშნავად ითამაშეთ. თქვენ გამარჯვებულები ხართ, ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა ასეთი საოცარი თამაშისთვის. ერთი ბოჭკო
კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ გულევუსგან გადმოგეცემათ საჩუქრები 7-3 პირველ ნომერს გადმოეცემა საჩუქრები შესანიშნავი თამაში იყო როდესაც დაიწყო თავის მართლება ბად მივხვდი რომ მართალი შენლე ჩააგდე თამაში რა არა და რაღაცები ხო ის იყო ხო ამხევი და რატო აღარ ამხევი და არა რუაეცი გილოცავს გაგზავნებოდა მადლობა ხო შეიძლება და დასვლა ბიჭო ვიცოდი რომ თქვენ არ იყავით აი მორიდან